დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ესეთ არაჩვეულებრივ საზოგადოებასთან ერთად. ეს ვართ მე გიორგი და სეგუნა, წამოსულები სანადიროთ დასავლეთ საქართველოში. მოვილით იმერეთს, გურიას, სამეგრელოს და მოკლედ წინ დიდი ტური გვაქვს. ვართ ძალიან დიდი ხნით წამოსული, იხზე სანადიროთ და გარეთ არის ძალიან ისეთი მაგარი ამინდი. სანადირო ამინდია ნამდვილად. და მოკლედ ახლა მივდივართ სხვადასხვა ადგილებს დავზვერავთ. სეგუნა რა როგორია შენი პროგნოზი? დავით 13 დღე ასეთოა იქნება და ნამდვილად სანადიროთ შესანიშნავი. ჩემი აზრით მოვინადირებთ ისეთ იხებს, რომელსაც ერთი ნამწეთი საჭმელი არ ექნება ჭიჭაყში. ხერყავასო. ხო, ჩვენ აგერ კი მერცხალობით. ძალიან კარგი. მოკლედ მოტივირებულები ვართ, იმედიანად ვართ და დანარჩენს თქვენ თვითონ ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აბა დროებით საცხამა. ეჩი არ მოხდეს. ძალიან დიდი თოვლია მეგობრებო. აი შეხედეთ. გიო როგორი არის რაღდი ამინდი სანადირო? რამე რო არ მოხინავდნენ მაინც ბედნიერი ხარ. ასეთი თოვლი დიდი ხანი არ ვინახია. დასავლეთი და იქ. სეგუნა ზვერავს ადგილებს გზა ვერ გავიგენით. და ისეთი დათოვლილია არ ჩანს, ვერ აგდებ ადამიანი გასასვლელს და კვალი ვერ გაგაკ. უკვე გავზომოთ პიჭკის სიმაღლეა ჯერ. ხო, ჯერჯერობით. გუშინ დაიწყო. პიჭკის გარობკის სიმაღლე. გუშინ ღამე დაიწყო თოვა და 1.5-7 სანტიმეტრი არის. მაღალმთაში მეტრზე მაღალია რა. ჩემთან გურიაში სოფელში მეტრზე მაღალია უკვე თოვლის საფარი და ნალექი დიდია. მოკლედ ექსტრემალურ პირობებში გვიწევს ძებნა იხვის. ამინდი ნამდვილად სანადიროა. წავედით სეგუნა? წავედით. იმიტომ რომ ომი დაიგრო იყო. რიონისპირს უახლოვდები და თოვლი მატულობს. რიონისპირე, რიონი აქედან 100 მეტრაში. ანუ გვერდზე მიყვარს. ახლა კამერა ჩევიდე. მოტრიალდები და ჩავალის. იწყება ექსტრემი, ხო? აუ სადმე. სეგუნა მიდი აბა, მიდი. კვატიეს გუგლები ერთად ვართოს ეგ არის. მიეცი გაზი. არაფერი გასწო თან. всё, გავედით? აქეთ გზა. ალიაში შეაგდე ახლა შემოთანა. ჯორია. ვა. სინან არ გადავარდე მთავარი. ჯერ ოქროუდი ყავს. ზახო გახსოვს. ოპა. იხვის გულისთვის რას არ გააკეთებ კაცს, ა? აქ იხვის იმაზე რიონის ნაპირზე გავალ, ხო პირდაპირ არ. არ გადაგაგდო სიტყვით, მიდი. ეგ არის. ეგია ის კუნძული შეიძახოთ ბატონო. ხო? ახლა აქაი რიონი გადიოდა ადრე. ხა ჩავდივართ რიონის კალაპში. უიობა. არ მოაქვს, მაგრამ რაი მოაქვს ხარ. აქამდე არ ჩამოვიდეთ მე მგონი, ხო? აი გავაჩვენე ხელი. აბა ერთი რა ხდება გარეთ. სად გამოვიარეთ? ბიჭო. ადრე აქ რიონი მოდიოდა, აი ამ კუნძულზე ვიძახდი, აი. რა ამინდია? აი აქ მოდიოდა რიონი, გიო. აი აქ ვიყავით ქათამზე, გახსოვს 25 წელი ქათამი რო იყო. რა ამინდია, ნახე, პროსტა რა სილამაზეა. რიონი მოსულა რიონი? აი.
აგე აფრინდა რაღაცები აფრინდა. აგე კუნძულები აგერაა ბიჭო. Просто სადგინა ჩასვა. აი თუ ჩავალთ, აი. და თხელია წყალი. აქანე ხვი ხდებოდა. ოდა უყურე ჩინჩხილები გო იმ ჩინჩხილთან. აი ეხლა ჩვენი რეგიონი უკვე მოდიოდა იმ კალაბოში. ეგი კუნს მოსილული იყო, ახლა წეიხო. ეს იყო კუნძული, ხო? ადრე ეს იყო იქიდან და უყომე უყურე მანქანა რო შევიდეს იქით უთხელდება. იქ შავა. ოდა იქიდან თუ შევიყვანთ ნავს, მაგრამ მე წამოვიყავ მანქანა. ხო. ნახე ასე გასევსებია. კაი, გავყვები. გზა მიდის ესე? ინა ყოლები. ხო, თეთრია ყველაფერი. რა ვქნათ ბიჭებო, რას ვფიქრობთ? მივიწიოთ ნავის ჩასასვლელი მოვნახოთ კი. თორგა დაგარდოს ეგუნა. თუ რამეა თუ გაიჭედო სადმე, გააჩერო ჯობია და ძადნი. სადმე ხარ, აქეთ გამიდიო. კიდენაც გადადა. როგორ საფრთხე არის და კაი, მოიყვანე და ჩვენ რაღაცა მიერბია მეგელია. ხო და მაგიტოვიძე ხამიდა გაჩერება, აქანე იქით ჯუმისჩევნე, იქით მაგარია. ხო, კაი, დაზადნე და წავიდე. აი მოსილული ადგილი და მიწილა. ხო. მოკლედ მიდის დაგეგმარება ერთი ამბავი. ახლა მოვედით ნაპირთან 4 იხვი აფრინდა და ბეკასების დიდი გუნდი აიშალა. არ გვეკეთა ახლა თავზე ესენი მე ვერ ვხვდები. ხო და თან თოფი რო არ ხოდა ხელში. მაგრამ ახლა ვერ გამოვიტანდით, წყალი წაიღებდა. ხო, აი შუაში არძის სუნაპირებში ის რაც არის. ხო, ნაპირში და ეს პერელის არის რა, პერელიოძე. მაგარი ამინდია. წავედით გიო. აბაროტი მie, მაღალი აბაროტი. ჩამო უკან, ჩამო ტყულაწვალო, უკან ჩამო ეიღე და ჩამო უკან. მოდი. კაი, აბაროტი. აგირო გადნება და მე იზიება, ხობა. თუ არ ჩამო. კაია. კაი. თუ რაღაცა იქით გევითხრეთ და სულ გავასრიალებთ თოლზე რა. რა ხდება? იხვები იყო? მერე რას უყურებ? ისევე 4? ხო. ესე იგი ტრიალობენ არ გადიან. გლახანი დიუ. აქიჯდა? გაიწება. ამა თუ გააგზელა? ვერ გავალთ? მე უყურე ყვალი უკვე დათეთრებული. გააგზელა 3 დღეიანაირი 95 რა ვერ გავალთ? რავი, ახლა 2 მეტრას ხო არ დადებს. გავალთ. ეს მიცხოვრებ თაქანი და იქნება. პატია გვექნება შეშა აგერა. რა ვქნათ? არაფერ ჩავაგ. ო, ამ შვენიერი ჩასასვლელია. აბუა, პატარა მაგრამ არაფერი არ გვაქვს. აბა ნახოთ. ო. აქ ჩასვა. და იმ კუთხიდან შევიდე და მაგ აგერჩი დავიჩავდო და მატორს და იმას მოგაწოდო. ხო, კი ბატონო, რაღაცას ვიზამთ, არაა პრობლემა. მოკლედ მეგობრებო, შემოვცურეთ, ნავი დავქოქეთ. აი რა, ამინდია ჩვენი თოფები. გიორგი, სეგუნა. გახვედი გარეთ? კარგია, მოკლედ საგიჟეთია. აი შეხედეთ რა ამინდია. აი ჩვენი რიონი. ნახავთ, ასეთ ამინდში
გადაღებას აპირებს თოვის და ნახოთ. იმედი გვაქვს რომ რამე გამოგვივა. წავით. შემოვედით, შემოვცურეთ რიონში. წყალი ნორმალურია პრინციპში, კატერით ივლის ადამიანი. დაზვერვით სამუშაოები მიმდინარეობს. დაზვერვა მიმდინარეობს. გადაუღებელი იხვი რამდენი? რამდენი იხვი, ნახე ბიჭო. ეს უბრალოდ ალტერნატიულია უკვე. ეს უკვე ერთი ადგილი. აუ რამდენი? იხვია. ეგარი! გენაცვალე! აგე! ფოლადის ზალა. ფოლადი! ეგარი, ბრავო გიო, სნაიპერი ხარ, ნავიდანაც სნაიპერი ხარ. წვრილია, მაგრამ თავარია არის, უკვე შედეგი არის გიო, ჩემპიონი ხარ. აუ, აქ ნიჩაბი უნდა მე მგონი. არა, წაგვიღებს, ნიჩბით. სოფი გამომართის ერგო და მიონიშკა. აგერ არის მონადირებული იხვი. ბრავო. რა გამისტორდა შეები. მიდი გიო, ზადნი მე. დაწყვილება საპირებდა და მეთქი 200 ერთად წავხო, მაგრამ ვიჩქარ. ოიცა რას ვიდა, მიცი? წივიდან მე ვიდა, აბა. პირდაპირ თავზე ვერ გვხედავს, თოვა, ნისლიანია და იმენა სათოფო. აი ხ უნდა მოვაწყოთ რა, ჩვენი საფარი რა. და ვაფშე რას ვიზა, მიცი? მარტო წავალ და ავყრი მაგას სულ ყველას რა. ჯერ აი ესე ჩავიაროთ, იმას შემოვაროთ, იმ ტოტზე ამატარეთ, კაროჩე და მიდი სეგუნა. ყველასი ალტერნატიული ის. აი, წავლე. ადგილი მე რო ვაკვირდები. ჩააგდო. ბრავო გიო, მაგარი ხარ, სნაიპერი. დავაფიქსიროთ. ვეძებდით ადგილებს და აგერ მოვინადირეთ. გიო მოინადირა. ბრავო გიო. ესა 15 ცხენის ძალის სიმძლავრე, რიონს უკრალდება. აუ რა შვება. მაგარია. ნელა წავიდე? აგერა დასოფნაი. ხო, მერე? ახან ნახიავა და ეგრე ისე. აბა, ხო არაფერი არა. ტოტია, არა იხვი. ამხელა, ამაზე კაი საჯდომი, ის არა. მაგარია. არა, იხვი არის კიდევაც, ხო ვერ იხვი არ და არის. ეხლა მასე ნაწილ რა ყველგანზე მთელ რიონზე და მოკლედ მეგობრებო, მიდის გადმობარგების პროცესი. ბევრი ტვირთი გვაქვს, ფიტულები, მახაკრილები და ბევრია ძალიან და ფიზიკურად სერგოს ადგილი აღარ რჩება, ერთი გზა უნდა გავაკეთოთ, აი ხ უნდა მივიდეთ კუნძულთან. აი ესე გადმოვედით. მანქანით მოვედით აი ამ გორაკის იქეთ ამ ხრიდან და სო გაყინა? ხო და ნახოთ. იმედი გვაქვს რომ რაღაცა კარგი მოხდება. წავედით? აბა გავშევცურეთ რიონში. აუ რა მინდია. მიდი, დავა ესე უნდა. გაგვატანე წყალს. მიდი. მოაწექი. ამას მია წყალს გავატანე, კაციო. უყურე რას მიშობა. სეგუნა, დანან რაღაცა წამოგიღო რა. უბრალოდ ნახეთ რა თოვა. თოფებს შეხედეთ. აი ჩემი ბრაუნინგი. ამას შეხედ. აი ეს არის ამტანობა და გამძლეობა. ახი რა. ეს უნდა შეძლოს თოფემ. მე ვილაპარაკებ რამდენად ხარისხიანი. აი გიოს რეთაი. მოკლედ მუშაობს კაცურად, ხო ნახე. იდეალურად. ლომივით. აჰა, ბატონო დავდე. აჰა. გადავყაროთ. მოკლედ უბედურის ერთი ამინდია. გადაღებაც ძალიან ჭირს. მაგრამ იმედი გვაქვს რომ ეხლა ცოტა გადაიღებს. აი გიო, ქარმა წამოუბერა და მე მგონი გადაყრის რა. ემი მივედი შენ ნაბა. კაი, ოპ. კაი. მეცა არა უშავს ახლა ჩავყოფ ნავს და ისა ძრავს და ეგა. ჩემი ბებერი ლომი. არც ისე ბებერი, პრინციპში ახალი ვითაა, მაგრამ 15-იანი Yamaha თავის საქმეს აკეთებს კაცურად. აბა წავედით. მოკლედ მეგობრებო, მიდის. კარგია გიო, კარგია. მიმდინარეობს ჩვენი სამონადირეო სივრცის მოწყობა. ყრით იხვის ფიტულებს. რამდენი გვაქვს 50-ზე მეტი მოვაგროვეთ? ო რა, ბევრი გვაქვს ახლა. ვიმყოფებით რიონის ერთ-ერთ კუნძულზე რა. აქეთან რიონი ჩამოდის, იქეთან ხრიდან რიონი და შვაში ვართ აი ამ
ბუშკნარში მოვაწყობთ საფარს. მერე ნავს დავმალავთ. და ვნახოთ ახლა აქ თუ იხვი ჩვენ. აი ხა აპირებს თოვა გადაღებ ცოტა იკლო თოვა, იკლო. არის. ხო და აი ესე მიმდინარეობს 1-2 ამოყირავდა მერე ნავით შევალთ გავასწორებთ, მაგრამ აი გარაფერი. მახაკრილების ძაში ხო უნდა შევიდეთ, გიო, რომ დავაყენოთ და გავასწოროთ ცოტა ადგილები. ხედავ გიო, რომ გათენდა უფრო ნისლნიც გაიფანტა, აი აღარ ჩან. ხო და ყველა პირობა იმისი, რომ თუ თოვამ გადაიღო, იხვი უნდა ამოძრავდეს რა. ამის დიდ. ჰა? არა, არ წაიღო, ამოტრიალდა და გავასწორებ რა. შერეული ფიტულები გვაქვს რა, ზოგი ასე ვთქვათ, ყველანაირი ზომის იხვია და ნახოთ. არ ვარ გაიცემა. კაი, ის რო ხო, წავა კაი. აქეთ გავყვეთ ამ ზოლს რა. იქით ყურესავითაა. ყუდრო ადგილია, აქეთ ცოტა გაშლილია და ნუ საერთო ჯამში კუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ რა და კარგია. ნახოთ, საღამომდე იქნება რამე, იქნება, არ იქნება და რას ვიზამთ? არ გაიმეტებს დედაბუნება და ნუ გაიმეტებს. ერთი ცალი ხო მოვუკა? ერთი ცალი კი, კაცო, ხა, უკვე დღეს შედგა პრინციპში რა. ნადირობა შემდგარი. ხო, მეგობრებო, დღეს გვაცვია, ესე იგი, ძალიან მაგარი კომბინიზონები. მინდა აქედან დიდი მადლობა გადაუხადო ლადო ალანიას, რომ გვასწავლა ესეთი კომპანია ტაიდვის კომბინიზონები გვაცვია, რომელსაც შიგნით power banks აყენებ და ჩაამონტაჟებ, ასე ვთქვათ, შეაერთებ და ღუმელს. ჩართავ და ისეთი სითბო 1200-იანი, ანუ ხოდამჭერიანობა. ხო, ანუ რაც 1200 გრამი, ხო? რაც მაღალია, ეგ მით უისამეტია ფუ ეფექტური. ხო. მაგრამ კარგი ეს, რავი, არ შემცვენია საერთოდ და აი, ყველას ეგგვაცვია რა, აი გიოს ეგაცვია, სერგოს ეგაცვია, მეც ეგმაცვია, აგერ ძალიან კარგია, რავი. სასწაულ პირობებში გამოვცადეთ პრაქტიკული დილიდან ყველა პირობებში, ანუ ჩავრთეთ power bank-ზე სითბო თელს ხეულს ათბობს რა, ასე ვთქვათ, გათბობა გაქვს ჩართული და სისხლის მიმოქცევა რა თქმა უნდა, რომ მიდის ორგანიზმში, ამ ეს სითბო მიაქვს თან და კიდურებიც თბილად გაქვს და საერთო ჯამში ძალზე დეფექტურია. რა სიტყვი გიო, ხო? მართლა აბსოლუტურად სანამ პრაქტიკაში არ ნახავ სიტყვები თუნდაც მე გადამოსაცემი. კი, პრაქტიკაში გამართვა. გაცია როგორც შარვალი და ჩვეულებრივი ვალინკი. ანუ გახდა არ გინდება კომბინიზონის რომ რაღაც გათავისუფლდე მოძრაობა მოგემატოს და რაღაცა. აი აბსოლუტური კომფორტია რა. კი ბატონო. დიდი მადლობა ლადო. ძალიან კარგი კაცი ხარ, რომ ესეც სასარგებლო რჩევებს გვაძლევ რა. მანქანის რულთანაც კი შეგიძლია რომ იჯდე რა, ამიტომ მართლა ჩვეულებრივი. კი ბატონო. მოკლედ აი ესეთი ვალინკები აქვს, ფათინკები. მოკლედ მაგარია რა და დანარჩენს საღამოსაც რა ეფექტი ექნება კიდევ განახილ. აშუგიო. შენი აწყობილი კლასიკა. ხო, მახაგრილი სპეციალური საიხვე ისა, რომელიც იწელება, აწდება და არ იხლართება. ხო, თოკი ეს კი ბატონო. ფიქსაციისთვისაც და ზოგადად. ის თავისი გირა და ესე რომ აი ესე ისვრი ამას და მე წყალში ჩადის თავისით რა. ესეთნაირად და აღარ გიწევს ცალსაკი რაღაცა ბოდიარი რა. ხო, ძალიან კარგია. გიო მოკლედ იხვზე ნადირობის ლომია რა. კარგია რა თქმა უნდა რომ ესე ერთმანეთს უზიარებთ ინფორმაციას, სწავლობთ ერთმანეთისგან და რა ვიცი, ინფორმაციის გაცვლა ყოველთვის სასარგებლოა. ეხლა კი დროებით მოვაწყოთ მე საფარს და შემოგიერთებით. აკიდაკი. არის ყობა. აი მეგობრებო, ეს გახლავთ. მინდა ამისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ლადო ალანიას რა. მან მირჩია ოქრო კაცმა ლაკი დაკის ფრიალა როგორც ეძახიან მახაკრილი ფიტული იხვი მოკლედ აი ესეთი ძალიან კარგი საღებავი აქვს რა ესეთი ბზინვარე მწვანე და საერთო ჯამში ძალიან ეფექტურია ძალიან რა შეეხება ფხებს აქვს
აი ესეთი მაგნიტური ფრთები, მაგნიტური ფიქსაციით. აი ესეთი სკაპ მაგნიტებზეა და ძალიან მარტივია. აი ესე გამოიყურება. ჩაირთვება. ეს ცოტა დამჯდარია ელემენტები უნდა. აბა მეორე ვნახოთ. აბა ვნახოთ. ესეც ნორმალურია რა, მაგრამ შეიძლება ახალი ელემენტების დაყენება. ასევე ამას აქვს მეგობრებო აი ესეთი პულტი, სამართავი პულტი. ეს ცალკე უნდა გამოიწეროთ ადამიანმა. ეს არ არის ეთყობა. გააჩერა? ხო, ესე ჩართავ და გამორთავ. ჩართავ. გამორთავ. აი ესეთი პულტი გახლავთ. ლაკი დაკი. ამისი თქვი რომ 350 მეტრაზე შვება მაგას. კი, აი ეს ამის მიღება აი ამ პულტის გადაცემა სიგნალის საკმაოდ შორს არის რა, სადღაც 350 მეტრზე დავტესტეთ. ჩართვა, გამორთვა და იმუშავა. ჩვეულებრივად იმუშავა. ანუ საკმაოდ ხარისხიანი პულტია და მინდა აღნიშნო რომ ეს ლაკი დაკი კარგი ბრენდია. всё, ეგ არის, გავამზადეთ, ესეც დავტესტოთ, პულტზე მუშაობს თუ არ მუშაობს. აბა. აი, გაჩერდა, ჩაირთო. გაჩერდა. ეგ არის. წავედით, ჩავარჭავთ და შემდეგ დავილოდებით იქ. გიო, ნახეთ, ცა გაიხსნა იქი და უკვე შეიძლება ამოძრავდეს, აი. გურიის მთებისკენ გაიხსნა და თოვა გადაიღო რა ფაქტიურად რა. ხვალაც მე ვფიქრობ იგივე ამინდი იქნება რა, სხვა დღეზე. კაი, დავაი. აუ, გამორთე კამერა თუ არა? ეს ბოლო მე მოხსენი თუ რო დავჭერი და ბოლო მე დავაყოლე ხო? აშეხე ორი ცალი შემევიდა. ორი შემოვიდა? იმენა დააჯდა ხო? იმენა ფიქრეს დააჯდა. რა მაგარია. აი გიო, თხილად გიო, კუცად გისა. აუ, კამერა გავთიშე თუ არა, ეგრევე შემოვიდა რა, ბეთი არ გიდა. ბრავო. მუშაობს. არა, ხარა ის არის. რუხი იხვის დედალი. რუხია? რუხის დედალია, ხო. არა უშავს. კარგია. ნახე რა იმუშავა გიო? ჰა? ასვარტავებს, ხო? ადუღებს იმენა, ადუღებს ჩვენი. აი ხა მთავარია გუნდები. კატერი არ გჭირდება გამოტანაზე. ჰა, კატერი არ გჭირდება, აქეთ მოაქვს ქარს, ხო? მაგარ ადგილზე ვარ. აი, ისე კაი, რო გითხარი, დააყოლე მეთქი. აი ეს, ო, იმენა. ეს გაგვიკეთებდა ესეს დაგვემალებოდა. ხო, აი ეს ბოლოს იმენა მეორე მივაყოლე და მოუხსენი. გააქვავა, ძმაო, თორე დაჭრილი. ხო, მიდიოდა, აიქვარდებოდა სადღაც. და ხა ეგია ხარ. ჰა? მე რა ისე უნდა დაგვესვა, უკვე გამოგიარა უნდა დასვა. რა უნდა დაგესვა? ხდებოდა, ხა პიტაპი. კი, ძმაო, კი. კაია. აი, ოპა! შვენიერია. რუხი იხვის დედალი. აგერ გიო, აგერ უნდა ჩამოვკიდო იმაზე. კისრით. აჰა. всё, ნადირობა შედგა. აი ყველაფერი, ხდება უცხარ, კარგი. ნადირობა შედგა. წამებში შემოფრინდა, კამერა გავთიშე, შენ რომ მითხარი, გადმოდი, შევთავარ და შემოფრინდა კიდევაც. კაია, ეხლა ჩავრთავ კამერას. დღეს ვიყენებ ლამბროს პრიმა 5 ნომრები. შვენივრად მუშაობს. ლამბრო პრიმა. შვენივრად ვართ მოწყობილი. ძალიან კარგად. ქარიც ამოვარდა. ხედავ ის ნავი არ აფრთხობს ბიჭებო, მაინდა-მაინც. კარგია. აი მეგობრებო. აგერ აი წითლა თამთია, ჩავრთე შიდა ღუმელი,
და აბა ვნახოთ თუ გამართლობს ჩვენი კომბინეზონი. ჩავიკეთოთ უკანისო. შევიკრა ჩვენი აკრიაშკები და აბა ვნახოთ როგორ გაგვართლობს ჩვენი ჩვენი ღუმელი. და მოგახსენებთ შედეგებს. მოკლედ 5 წუთი ხო 5 წუთი ჩავთე აი ჩვენი ტაიდვი და მაგრა ჩაათფო რა და არ მინდა ხა არციო ისე ძალიან პროსტა დავტესტე და გამოვთო მივაწვეთ გამოირთო წინვალია პროსტა უბრალოდ სიმართლე გითხრათ ძალიან მაგარი ეფექტი მომცა. აი მუხლები, წვივები, ბარძაყის მხარე. სულ ყველა ნაწილი ჩაათფო და მართლა ეფექტური ყოფილა. ვა, რა კაია. ერთი სიტყვით ამ კომბინეზონმა მაგრად იმუშავა, power bank შეაერთებ და როცა მაგარი გამყინვარება და ქცივა გათბობს რა. აი, ესეთი ბათინკები აქვს. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. იხვის თუ მომრავლდება. ცუდი არ იქნება. აბა. როგორია ბიჭებო мотиваცია? კარგია, კარგი. აბა თქვენიც. დაგვინახა. არა, ის თავიდან ვერ დაგვინახა თითქოს. კი, ბატიან. Igen işte sasqa წვერავადა igen ის sasqa იქან. კაი სუსხია. ძალიან მაღალზე მოდიოდა და აუ. მაგრამ ტენდენცია კაია რომ იხი დაიძრა. კი, დაიძრა. ბადე? ხო. პირველი საფარი მოვაწყვეთ. აი ესე გამოიყურება. და ცოტა შორს გადი. ხო, არა. აბა მიდი. აბა, დაჯექი. არა. ძალიან კაია. გამხრალი ხარ ძმაო, ვაფშე არა, არ ჩანხარ. ძალიან კარგია. მოკლედ ერთი სარი უნდა მაგას, ხო? კი. აგერ. აჰა. ერთი ცალი სარიც გვაქვს. ჩვენიერია. ძალიან კაი, შიგნით ხო არ დაუსვოთ. ხო, შიგნიდან დაუსვე და ეგ არის. ხო. ასე დავსხიპო ახლა ესა. გარიდან შევაფერმე ყველაფერი როგორ. დიდი აბა გიო გარედან შემომხედე. დაჭი აბა. ეს ვაფშე სუპერი. მაგარია? ძალიან მაგარი. ეგ არის. ძალიან კარგი.
ხო აბა თუ წაუთლი ამით არა დიდი დანა ხათამი ვაიმე ხათამი ხო ვერ დავინახე შენ დაინახე მე ვერ ხედა ხათამი კი გაიყო გავაგზელოთ საქმე ბიჭო ეგარი ორივე რა იყო ნავი უნდა ჩემა რატომღაც არ გადატენა რატო არ გადატენა ნავი შეხედე რა ახლოსული და წელს და რა პერმანენტებს აკეთებს და ნაბოზარი წავედი ნავი ახლა წავედი ეს საფარმა თუ არ იმუშავა მაგარი იყო აგი არ გამოვა მაგრამ იქ შეიძლება არაფერი ყობა გზა გადაუჭერი და ეგ არის ხო ორი ცალი მოვინა ორივე დავტოვეთ ხო ხვირიკა ჩიროკია არა უშავს ხუთი კვატია კაია წყალს მოხეხა ნავით შევარდები ეს ერთი მეორე სადა აგერ მეორეც ესეც მეორე კარგია ბიჭებო ბრავო ესეც ასე ეგ არის აბატონო ხედავ რა შვება გიო რა მაგარია დაადუღა იმენა მოდივარ და მომყავს ნადავლი აუ წამოვიღე ისიც სამი ცალი 1000-ად ბიჭებო 1000-ად უნების და კარგია
ჰა? ხინცელი გააქვს? ხინცელი რა არის? საჩიტე რაზეც უნდა. კი მე მგონი. ო. აჰა. მოპოვებულ. ეგ არის. ჰა? თავია რა. არა, დაჭრილი იყო და გამომიწია იმის. რატო მივეთხელი და მეტაცა და დავიყვინთა და სიგნალში გადიოდა და ხარ დაუმიზნე პირად დავაცალე თან. გიწევი. უთავო ყარაჩოვერა. ხო. იგი გაქვს. მონახე. ეს აგერ ბატონო. და ახინცილე მერი ამას. აგერ ბატონო. იგი რატომ? აი. ახინცილე. ეგ არის 4 და 7 ერთათა. ერთ 3 წლის წინანდელი. მაგარი ვაზნებია, მაგით და იმენა ზედიზეც ჩამოყარი 4 წელი. კაი იყო ეს, კაი გამოგვაფხიზლა. შენ თავი ხანდახან უნდა დაწიე, დაიკვირდ. შენ კი ნაღამი მენა ყური დამიფსე რა. თქვა მაგი როცა. აგერ გესწრები. იცი ყური მენა გავიგე. მარცხენა ყურიდან თუ დავყრუდი შენი ბრალი იქნება. საჭირო გეიტანა სიტუაცია. კაი იყო. მოძრაობს იხვი, მოძრაობს. ღვთის ხმაზე გავიხედე, ზევით ვერ გავიდა, უკნიდან შემოვიდა. ო, შემოდის. კაი იყო, კაი, ხარაზული იხვები იყო, ხო? ხო. ო, მაგარი. კაი იყო. არ გვინდა სიწყნარე ჯობია. სიწყნარე ჯობია კი. აუ, მაგარი გუნდია, ბიჭო. რამხელა გუნდია. ძალიან მაგრა გათოვდა. ეგერ გიო იქ არის თავის საფარში. ჩვენ აქეთ ვართ. ძალიან მოუმატა თოვას. ჩვენი მახაკრილები ისევ ტრიალებენ, ფიტულები დაითოვლა. არა უშავს. ვაგზელებთ. ველოდებით ისევ იღოს, აბა. წარმატებები ბიჭებო, ამინდის მიუხედავად. კაი საღამომის ამინდმა. ის თოვა გადაიღო. თუ რამეა წამოსასვლელი ჯერ არ თოვს. არ თოვს. არა ისე გაიხსნა წინ რომ იმედია. მაგის იმედი მაქვს რომ წამოვა რა. მაგარი სროლა. ეს რა ადგილია? იგია, ნარიონი. ნარიონებია? აუბედურება, აქეთ ერთია რომ გამოფრინდა ეს. რა სროლა? ამ სოფელში შეუყურებ თითქმის ყველა მონადირე. ესე იგი მეგობრებო, დასრულდა დღევანდელი ნადირობა. ჩვენი
დასავლეთის მოგზაურობის პირველი დღე იყო საკმაოდ წარმატებული. რა სიტყვი გიორგი, როგორ შეაფასებ? ნამდვილად ესე იყო. დღეს ჩამოვედით, ფაქტიურად დღეს ჩამოვედით. არ ვიცოდით სად მოდიოდით, რას ვაკეთებდით, რა დამხდებოდა და იმის ნიადაგზე რომ თან კვალი გავიტანეთ და ყისიერად შევისწავლეთ ბუნება, ამავდროულად შედეგიც დავდეთ და იმედი გვაქვს რომ დანარჩენი დღეები უფრო წარმატებული. სეგუნა, რა სიტყვი შენ? შესანიშნავი დღე იყო, დაიდო შედეგი ნანატრი ხვიც მოვგალით. კი ბატონო, დღეს მოვინადირეთ, მეგობრებო. მოკლედ და 4 სტოენია იხვი. აი ესეთები. და 1 რუხი იხვი. 5 ცალი ჯამში. წაიღო ბუნება. 2 დავჭერით და სამწუხაროდ ჩაყვინთა და ვეღარ ვიპოვეთ, მაგრამ მაგერით ასაღებად რომ მივიდნენ, მოკლედ დაუბრუნდა და გაიპარა და ვეღარ ავიღეთ. ხო, რა ჩაყვინთა და გაიპარა და ვეღარ მივაკვლიეთ ამ იხვებს. საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ. პოზიტიურად შევაფასებთ დღევანდელ დღეს. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა კოლხეთის დაბლობზე და იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი დღეებიც არანაკლებ კარგი იქნება. განწყობა საოცარი, გარემო საოცარი, ქარბუქი მიანათეგიო. კონიაკი გვაკლია, თორე გავხდებოდით კიდე. ძალიან, აი ნამდვილი ზამთარია, ნამდვილი სანადირო ამინდი. ჩვენი კატერი უკვე დევს მანქანაზე და წავედით სახლებისკენ. შიგნისაკენ ჰერი. თქვენც მინდა წარმატებული ნადირობა გისურვოთ, მეგობრებო. დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.